კარგი რანიკა რა იცი როგორ ნერვიულობ წარმოგიდგენია 10 წლის უნახავი დედა უნდა ვნახო შენ არ იცი მე როგორ ნერვიულობ ნინი 27 წლის უნახავს სიდაც ხვდები კაი რა რა კაი რა რო არ მოვეწონო ნიკა რა არ უნდა მოვეწონო კაცო ხა რა რა განერვიულობს შენ ეხა ლიასავი თეთრეული არ გაჭიმინოს და სახლი არ გაალაგებინოს მთელი დღე ლიასავით კარგად თქო ვაცინო სადარი ნეტა ეხლა იცი რამდენი გადაჯდომა მქონდა ნინ დედა შენია რა შევიდეთ Facebook-ში და ჩეკინებით მიხვდებით როგორ აეროპორტშია არა არ დავჩეკინდებიო მითხრა თავის მეგობრებს სიურპრიზს უწყობს კი არ იციან რომ ჩამოდის როგორ მიხარია მოგინატრა ხო მოცუძა თან შემპირდა რომ ალუბლის მაფინს ჩამოგიტანო აქ კი არის შოვება ეგეთი როგორ არის შოვება ყაზბეგზე იყიდება ლარი დაუცებ ამერიკული უფრო მაგარია აპარა სად თბილისში იმ დღეს ნაყიდი ლარი დაუცად და სად მანჰეტენზე $2.50 3 დღის წინ ნაყიდი ცოტა ისეთი გამხმარი და გაკუცული აღარ გიყვარვარ ხო ნუ იცი ხოლმე ნინი რა ხო იცი რომ გიждდები შენზე დედა შენი კიდე უნახავად მიყვარს რა ვიფიქრე იცი რესტორანში წავიყვანოთ რომ ჩამოვა ფაქტ ქართული კერძები მონატრებული იქნება არა მითხრა რომ სახში მინდა უმყუდრო გარემოშია ყოფნაო აჰა მაშინ მაწონი ვაჭამოთ მარტო ეგო ქართული და ტყლაპი გამოვართოთ გოჩას თუ არ მოგცემს სამჭეყილაში გავუცვი კარგი რა ნიკა რა მინდა რომ სახში მოვიდე შენ და ნახოს როგორი გაზრდილი ვარ როგორი ბედნიერი ვარ როგორი დამოუკიდებელი გავხდი და ყველაფერი კარგად რომ აქვს აი მართლა გინდა ხო ანუ ის კატლეტი გადაუმალო ხო ნიკა რა შენ ვერ ხვდები მე როგორ ნერვიულობ რა ეხლა რა 10 წელია არ მინახავს დედა ჩემი რა ვინ იცის როგორი გამოცვლილია და განსხვავებული გახდა ამერიკული და განსხვავებული დონატის ფორმა ეცმევა? დაიწყო ახლა რა. თუ ბურთს ფარში ჩატენის და მე მხრით დაგვეჯახება. აი ნიკა რა. აბა მანქანის ხტუნვა-ხტუნვით მოვა და გარეპავს? ვა ყოფილი ამერიკული და განსხვავებული და ნერვიულია. დაჯეკირუსო, დაჯეკირუსო. დაჯი. დაკვირვებული ვარ ხა. აი ამ დროს, როდესაც რეკავენ 100-ად 10 საკეიფოდ გეპატიჟებიან? 10 საქმეს არ გეტყვია და დაეხმაროს ვინმე სხვა. გოჩა, რაღაცა არ გაგშენ ესეთი ჩვევა, რომ ტყურმილი არ აიღო. გავხდი, ეგეთი გავხდი დღეიდან. დღეიდან ეგეთი ვარ. ალო. ჰო, კროკაცი, ხო დათო? არა მიშავ, შე როგორ ხარ? როგორ ეგუები ახალ ოჯახს? რაო? ხორცილი? ცოტა კი დაგიგვიანდა კაცო, ხო? და მეჯვარეთ მე, კაცო. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. რას ლაპარაკობ, ხო იცი როგორ მიყვარს? ხო არას? განვადებაზე თავდებობა რომ თხოვო, იყვაზე დაგთახტები კაცო, შენ არაფერი არ.
ხო გენაცვალე, აბა თქვენ იყავით, კარგად, კაცო, თქვენ იყავით, კარგად. აი გენაცვალე. აიღო, რა დღეში ხარ გოჩა? რა გითხარი მე შენ? დავიღუპე. რატო დავიღუპეთ? გოჩიკო, კაცმა დაგვპატიჟა ქორწილში. ხო და მაგიტო დავიღუპეთ. და როგორ მიხარია, რამდენი ხანია გოჩიკო ქორწილში არ ყოფილ ვარ? რუსო, ზუსტად ამ დროს იყავი შარშან და იგივე კაცის ქორწილში. ოღონდ ახლა წელსაც წავალთ, არ ინერვიულო. მე წავალ როგორც მეჯვარე. მოიცა კაცო, ეს შენი თანამშრომელი დათოა, ხო? მეც არა ვთქვი კაცო, რატო უწერია მეთქი ტელეფონში თანამშრომელი დათო. ბიჭო, როდის მოასწრო? ესე დაახლოვება რომ მეჯვარეთ მიყავ ხარ? რა ვიცი, რუსო ეთყობა. მე-13 მოყავს სოლე და მეგობრები შემოაკლა და თანამშრომლებზე გადმოვიდა. გოჩიკო, მომისმინე, შენ ისეთი ფეხი გაქვს, ეს იქნება დათოს უკანასკნელი ქორწილი. აი ნახე. ნუ ეს რა გამიკეთა რა. ორ მაგი ხარჯი შემომტევი. ვერ ხვდები ხლა, რატო არის ეს ქორწილი ორ მაგი ხარჯი? აი რატო? ეს მეჯვარეობა ახლა და მინიმუმ 9 თვეში ბავშვის ნათლობა. მოდი ერთი ისა სავარაუდო ხარჯები ჩამოვყაროთ, აბა. ესე იგი, ქორწინების მოწმობა 50 ლარი, ლიმუზინი 300 ლარი, ვიდეო გადაღება 450 ლარი და კრემი 115, გოჩა, 115. მე ქორწილში ხლა რუმინული კრემით წამოვალ, რას ლაპარაკო? ფრანგული კრემი მჭირდება. მეჯვარის ცოლი ვარ ბოლოს და ნო, აბა ხა ჩვენს ქორწილში მერაბას ცოლსაც სულ ფრანგული კრემებით ულაპლაპებდა სახე რა. ისე მაგათ რა იაფი დაუჯდათ ის მეჯვარეო. რა გოჩა რა, იაფი დაუჯდებოდათ, აბა რა იქნებოდა ჩვენ რომ დავქორწინდით, მაშინ არც ლიმუზინი იყო და არც პრინტერი იყო, რომ ეს ქორწინების მოწმობა ამოებეჭდა, კაცო. დაუჯდებოდათ იაფი, აბა რა იქნებოდა? აი რა დროი. უსო, მეჯვარის ცოლის კრემზე რო ფიქრობ, თვითონ მეჯვარეს რა უნდა იცვას? გოჩა, შავი პიჯაკი, მე რო ჩამოგიტანე მილანიდან. რომელი კაცო ის ოლეგ რომანცებს რო გავარ იმაში. გოჩა, ოლეგ რომანცევი ვინ არის, ჰა? რაღაცნაირი სახელია, უცნაური, ან ლოთი უნდა იყოს, ან ისა სპორტსმენი. ოლეგი. ლოთი, ოლეგი. ოჯახ რუსო შენ ფეხბურთის მსვლელი იყო და ლოტობის გამო გამოამდეს. მომისმინე გოჩა, გადასარევი პიჯაკია ის შავი რა, გადასარევი. ეხლა ნუ ტრენდი არ არის, მაგრამ ფრი მარკეტზე ვიყიდე მილანში გენაცვალე. რაღაცნაირად ვერ ვეგუები რა. ეგ რომ მაცვია სულ მგონია რომ ვიღაცა დამეძახებს აფიციანტ მოდი აქაო. ნუ გეშინია გოჩა, არავინ არ დაგიძახებს და დამშვიდდი. მოდი რა საქმეს მივხედოთ რა კაცო და დავრეკო ერთი. მოიცა. მე რა ჩავიცვა. ლურსმანი ელიავა. ლიფტის კაცია ლიმუზინი. რომ მოდი არ დაგჭირდება. დამჭირდა თუ არა. ალო, გამარჯობათ. ლიმუზინის დაქირავება მინდა. და რა დაჯდება? და შამპანიური ჩვენ რო შემოვიტანოთ. და ტელევიზორი რო ამოვიღოთ. და ის მანქანა რო იყოს, რომელიც გაზზე არის. არა, გენაცვალეა, ოპელ ასტრა არ მჭირდება, კარგად ბრძანდება. რა კარგი რამე არის ქორწილი რა. როგორ კარგად შეგიძლია გაერთო იმხიარულო იცეკო რა. და როგორ შეიძლება ყველაფერი დიამეტრალურად შემოტრიალდეს ამ ერთი მეჯვარეობის შემოტრიალებით. გოჩა, კარგი რა, არ წვენია. შენ არ იცი ეს რამხელა პატივია, როცა ადამიანი მეჯვარეობას გთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამ ადამიანისთვის ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ერთგული მეგობარი, გოჩა. ამიტომ უნდა ყავდეს ერთი მეგობარი. დაასწრებ იმას სოლის მოყვანას, ის გახდება შენი მეჯვარე და დედა? დღეს რაღაცა განსაკუთრებულად გემრიელი სუპი მოგვიტანე. მართლა დე, ალბათ სუნელები მოუხდა. ან სუნელები, ან კონკურენცია. ჩაუყადობნა. ნინის კულინარიული შესაძლებლობები თუ ვიმსჯელებთ, კონკურენცია გამორიცხულია დედიკო. ნიკა, შენ უკვე ჭაა? აი, ნერვიულობისგან შევდება ხოლმე.
დედა ჩემიც როგორი მონატრებული იქნება ახლა ქართულ სამზარეულოს. რაღაც მინდა მეც გავუკეთო. დედიკო, ნუ თუ მართლა ასე მონატრებული იქნება. კი, იქნება, ხო ვიცი მაგის ამბავ და რა გავუკეთო? მიგზიანი ბადრიჯანი. არა, რთულია ეგ ძალიან. საცივი. საცივი არ უყვარს. აი, მაშინ რაც უყვარს ის გავუკეთე. და ყოველ შემთხვევაში კოკაკოლა და ჰეპი მილი იყოს სუფრაზე რა. აი, დედიკო, რა დროს მაიმუნობა ვიყიდო, ნერვიულობს ბავშვი. მადლობა. მე რა არის მაინც ეს ცხოვრება რა. აი, ადამიანი შენ გვერდით რო არ არის, მაშინ ხვდები იმის ფასს. მართლა? ნინი, დედიკო, ამ ორ დღეში ნათესავთან მივდივარ კასპში და რამეს თუ მიხვდებით მეც შემატყობინეთ. მე მაიმუნობ, ხო? კარგი, ხე გვიყოფა ლაქლაკი. რიბატკი, დავაი ზადიო. აბა, ვინ ხვდება აეროპორტში? მე და გვანცა მივდივართ. გვანცა? კარგი რა, დედიკო. ის კალი 13 საათი ჰაერში უნდა იყოს და მე მაინც დაუშვი ძირს. არიცით როგორ უყვარს გვანცა, ძალიან უგებენ ერთმანეთს. ბედნე მოი მალჩი. გვანცას უგებს. არაფერი. ნინი რო აეროპორტში იქნება დავალაგებთ, ხო? მისასალმებელი ტექსტი არ მომამზადე? რა ტექსტი? აი, ჩვენერი კეთილშობილ ოჯახებს რო შეეფერებ. ჩრდილო დასავლეთის მხევალთა შორის სწორუპობა რომ ბანოვანო, ინკთა, ჯერსთა, იუტელთა, დასავლეთ ჯორჯიელთა, ლუიზიანელთა, არკანშა და არიზონშა ქალბატონ ლილიკოს, გულითადი სალამი, აღმოსავლეთ ჯორჯიელი, გესპაჟა ლიასკა. ნიშუცი, დედიკო. არა და როგორ გიხდი? ვაგზიხარ. აბა რო დაპირდი თორნიკეს ჩავალ მაღაზიდან ლუცა მოგიტანო. წადიხა და ამოუტანე. მე ჯეიმი ოლივერს უნდა. მოიცა კაცო, მოვიდეს ჯერ. შევხედავ რა რჩევას მომცემს, რამხელა ეკონომიას გამაკეთებინებს და მე ამის მიხედვით გადავწყვეტ რომელ ლუცს ვიყიდი. მერე ჩავალ და მერე ულს. ნახე შენს რამ რჩეველი რა. რას ამბობ რუსო? აბა რას ამბობ? ეგ შეიძლება სიძისთვის არ იყოს კარგი მრჩეველი, მაგრამ მეჯვარისთვის საუკეთესოა. მაგაზე გამოცდილი ადამიანი არ ვიცი. რაც ვიცნობ, არც ერთ შაბათკვირას არც ალეს უმეჯვარეთ არის სადღაც. არასდროს მაგან რამე მეჯვარეობის იაფიანი მეთოდი არის. ბოლო-ბოლო გაკოტრდებოდა მამამისიგეთ. ვიმე, მოვიდა. როგორი პუნქტუალურია, თორნიკე. მოდი. გამარჯობა რუსო. ისე დამაგვიანდა რომ ჩემი ლუდიც გოჩამ დალია? შემოდი. არა, შენი ლუდი მაცივარშია. მოიცა, ოღონდ ჯერჯერობით სუპერმარკეტის. მეც დავიჯერე რა. მოდი გაიხადე მე დაგალევინებ ყავას. დაჯექი. მადლობა რუსო. მოკლედ იქნება ლუდიც და ისიც კაცო. ბოლოკიც. ჯერ თავარია საქმე. არა გოჩა რა. არ არსებობს გეუბნები. მე იმ ინკასატორს ფეხს აღარ წამოუვდებ. აი რა დროს ინკასატორი არ გასო, მაგას მე თვითონ მივხედავ. თავის დროზე, თვის ბოლოს. შენგან ერთი რჩევა მჭირდება. გისმენთ თვალი, აბა? ჩემმა ძმაკაცმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და მე დამიძახა მეჯვარეთ. მერე შენ მაზბაკაცმა ინერვიულო შენა გადარდებს გოჩა ერთ დღეს რამენერად გადაიტანე. აბა, ისე კაცო რამ გამოაშტერეს 53 წლის კაცი. გოჩა და ქალის დათანხმება არ გაუჭირდა. მაინც 53 წლისაა და ირა თორნიკე რა. გოჩა დაითანხმა მეჯვარეობაზე ხა და ქალს ვერ დაითანხმებს. როგორ წელავს სამყველს და რაღაცნაირი თითები აქვს ამ კაცს რა ვგიჟდები. ხო გოჩა, მოკლედ მაგარ შარში ხარ რა. ნუ ხარჯის გაწევა მოგიწევს. ხო. და ჩათვალე რომ ეხლა შენ მაგ ხარჯის სეკვესტრისთვის ხარ აქ მოწვეული. რაღაცას მოგიხერხებთ, არ ვიცი, რაღაცას მოგიხერხებთ. რამდენი მეჯვარე ხართ? 2. აგაშენახმეთ. ძალიან კარგი. ესე იგი გოჩა ეგ ყველაფერი საქმეს ანახევრებს და ნუ თუ შენ ეშმაკობას ცოტა გამოიყენებ, შეიძლება ამესამედებდეს კიდეც. შენ გენაცვალე, რუსო, ჩემი წილი შოკოლადის მოუტანე თორნიკეს მე. და ნახე, ალასავით ატრიალებს გოჩა ზუსტად ამ ბლინს.
გოჩა, ეხლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ მეორე მეჯვარე ვინ არის. აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარჯების გადანაწილების დროს. ვიცი ვინც არის კაცო, ჩვენი ძმაკაცი არის. ჩვენთან მუშაობდა და სამსახურიდან წავიდა 3 წლის წინ. თავისი ბიზნესი აწყო და მაგარი ფული იშოვა. აბა შენ რა განერვიულებს, ა? მთელი ფინანსები გადასულა იმის ხარჯზე. შენ უბრალოდ მოგიწევს კონკასთან მათხოვრების მოგერიება რა, შემოგიწევს. ეგ პრობლემა არ არის კაცო. დავახურდავებ იმ 2 ლარიანს 5 თეთრიანება და თავარი რა კარგი იჭრიალოს და ძალიან კარგი. ესე იგი, ეხლა მთელი ფინანსური მხარე რა ხან იმას გადაულოცეთ, ჩვენ მოგიწევს კრეატიული მხარის მიხედვა. ხო. გოჩა, შენ თუ იცი რომ პატარძალი უნდა გამოიცეკო ქორწილში. აქ ჩაგიჭერია, გოჩა ჩაგიჭერი. გეხვეწები რა, მაშინდელივით არ დაუწყო ძიძგილაობა სიძეს. მუსიკოსებს მეუხდი და ბოლომდე მაცეკვეთო. გიждები, აი არაფრით არ გამომდის ესეთი ბეშამელი, სულ მიკორკოშავდება და კაცო, ამ ხელას არალში მედივა რუსო და ეხლა ცეკვა მაინც მაცადეთ ბოლომდე. კარგი რა გოჩა რა. ჩოხაში ისედაც კომფორტულია ცეკვა და იცეკვებ. რა ჩოხაში, რა შვეში. პიჯაკი იგულისხმა გოჩა. აბაბაბაბაბაბაბაბ. არავით არის პიჯაკი. ჩოხა. სადმე ითხოვე ჩოხა და ჩაიცვი. მე ხუმრები გქონდა. არავით არის ხუმრობა. ჯობია ჩოხაში გავდე აზნაურს, ვიდრე პიჯაკში სუტინიორს. ის? სუტინიორს. ისე მართალი ხარ, ხო იცი? შარშან რო ვიყავი თურქეთში გადასული ბარკლების საქმეზე, საზღვარზე გამაჩერეს 3 საათი კაც. ვიღაცა პოლიციელები დადიოდნენ, მათვალიერებდნენ ესე სურათები მიღეს. მე ვიღაცა ხალი მოვარდა და იმას ეკითხა ბუნე ეკითხებოდა. და იმ ხალს უარა თქვა იოკო, ეხლაც იქ ვიქნებოდი კაც. რას ლაპარაკობ? მოიცა ეს ბუნე რა. ვიცი კაცო, მეც არ ვიცოდი და ვიკითხე და იმ ხალს ეუბნებოდნენ ეს იყო თუ არა. სად ვიშოვო ეხლა მე ეს ჩოხა და ან ეს ტრიუფელი ეს. მოსულა მოკვე. როდის დარეკა, რო არ გამიგია? არა, ნინი და ჩექინდა. Feeling happy at სადარბაზო with my მონატრებული mother. Hi. ნინი, ეს ალბათ ნიკა. გოდე. გამარჯობა. დამენახე, რა მაღალი ყოფილხარ Skype-თან შედარებით. Skype-თან შედარებითაც და ნინისთან შედარებით. და ეს ნიკას დედა. Liako, nice to meet you. Очень приятно. Расაყვარელი ხართ პუმპულა, ნამდვილი ქართველი დიასახლი. დიდი მადლობა. თქვენც ნამდვილი ამერიკელი ნინის დედა. აი ეს ამერიკული კამფეტები. იცით, ცალკეც მქონდა ნაყიდი, მაგრამ ჰაუსკიპერი გახდა. აბათ, 2 კვირა სახლი არავის დაულაგებია და ვერაფერი ვერ ვიპოვე. Вот на кого похоже дитя. დაანებე ხამ საჩუქრებს თავი რა. ან არ დაიღალე, ან დაძინება. რას ამბობ, ნინი? ეხლა ჩემთვის არის დილის 8. ცოტა ხანში სარბენად წავალ. უკაცრავად, აი ამ შუაღამეს ქუჩაში უნდა ირბინო. დიახ, ნუ თუ არის სადმე პარკი ახლოს, იქაც შეიძლება. დიახ, წითელი პარკი აქვე პავლოვზე. თან ისეთი ადგილია, რომ სირბილის мотиваციას 1-10 გიზრდის. იცით რა, მირთვით რა. იცით ეს ყველაფერი ნინიმ თქვენთვის მოამზადა. ნინი, ეს შენ მომზადე? ხოდე. Oh Jesus. რატო აკეთებ ამას? აღარ გააკეთო ეგეთი რამე. ვაიმე, ძლივს არ შევთანხმდით, მეც მაგას არ ვეუბნები. არ მოამზადო თქო. კარგად იფრინეთ? უკაცრავად. თვითფრინავში, ჩემს უკან იჯდა ოჯახი 2 ბავშვით.
Oh my god. ეს იყო კოშმარი. ვაიმე, რასამო ბავშვები? აი, მე ყოველდღე არ ვთხოვ ამათ შვილი გაგვიჭიდან. კაკა რადეს? კაკოიშას არალილი. Not yet. Почему? რას ამბობთ, ესენი ჯერ თვითონ ბავშვები არიან. 1-2 წელი არავით არის ბავშვი, ჯერ გაერთონ იმხიარულონ. მერე. დიახ, და yes. გადავალ ხომ იქით? მოული. შორიდან მოული. საწყალი ბავშვია მათ ხელში რა. დაბადებულა უკვე რა დღეში არიან. მე იცით რა კარგია თქვენთან. აი რაღაცა big family შეგრძნება გამიშთა. აუ, ერთი selfie გადავიღოთ რა. ხო. ვართ. Perfect. Прекрасно. აი, ლინგვისტური ომი გრძელდება. პრაქტიკული დარტყმებით. მოგატიეთ, მეც ვეღარ შევჭამ. ოღონდ 2 წუთი აი დავჯდები, ჩემმა იოგას მწვრთნელმა მასწავლა. ძალიან უწყობს ხელს საჭვლის მონელების პროცესს და გახდომაშიც გეხმარება. შემომიერთდით ლიაკო. არა, მადლობთ. იცი რა, მე მერე ავალაგებ. ესეც გადასარავი მეთოდია სხვათა შორის და თან სუფთად იქნები, თან გახდომასაც უწყობს ხელს. მე ნამცხვარს მოვიტან. მოდით ნამცხვარს მოვიტან. როგორი განსხვავებულები არიან ხო ჩვენი მშობლები? ხო, რაღაცნაირი. გავგიჟდი. აი ერთი ბეწომტვერი არ არის არსად. ყველაფერი სულ პრიალებს. დამლაგებელს რამდენს უხდით? ფულს არ უხდით, ზოგჯერ ღამეს ვათენებინებთ ხოლმე. აი მე რა საყვარლები ხართ. აი მარტო ქართველი თუ შეძლებს ამას, არა ლიაკო? ბატონო, რა გიხარი? არაფერი მოგზადით დაბზანდით, ნუ წუხდებითო. არა უშავს, მე ესე ვარ შეჩვეული. ესე მომეწონა თქვენთან რომ ოკეი, დავრჩები ცოტა ხანი. მართლად? აუ რა მაგარია Facebook-ზე დავწერე. დავწერე და დაგთაგე. მოიცა გოჩა, მოიცა. მოიცა. ჯერ გავათვითრობიო რომ სად ვარ. მერე გავიგო ხო არ მძინავს. მერე აი ამ ყველაფერს რომ დავიჯერებ, სად ვქეიფობ. ყველაფერს გადავუღებ ფოტოს და ვაჩვენებ აბსოლუტურად ყველას. კარგი. შენ ახლა ისეთი საქმე გამიკეთე უბრალოდ იმ ხელა ხარჯი მომაცილე რომ ლუდი კი არ. კონიაკი რო გეთხოვე იმასაც დაგაგებ. კარგი რა გოჩა რა. ეგრეც ეხლა ნუ მათამამებ და მანებიურებ. ანუ ესე იგი. ხო. მე ურეკავ რეზოს და ვეუბნები რომ შენ გადაიხადე ლიმუზინის ფული, ხელის მოწერის და გადაღების ფული, ხო? და დანარჩენს მე მივხედავ. ხო. და თუ გინდა ისიც უთხარი, რომ პატარძალთან ასატანი შამპანიურები ჩენ იყიდე. ზე. რეზო რეკავს. მიდი. ხო რეზო. გამარჯო რა, ვიცი, არა მიშავ, შენ როგორ ახარ? ხო, კარგად. ო, გავხდით ამ სიბერეში მეჯვარეები, ხო? ხო. დაო? როდინდელი ამბავია ეგ კაც. აუ, რა, მე მეგონა რომ ორნი ვარ და ხარჯებს გავინაწილებთ მეთქი, მაგრამ რა ვიცი. აუ, რა მითხარი? რაო? $200 გასეს ხო კოსტუმისთვის? ეს ალო. ალო, არის მის რეზო არის მის, ფუ. ალო, რეზო არის მის, დაგირეკავ მერე, არის მის რეზო. აბატონო. აი ხა ნახდა დვალებში ვარ.